მოხუცი ქალბატონი და ბიჭი სანთლებით. ეს ფლანდრიელი ხელოვანის პიტერ პაულ რუბენსის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1616-1617 წლებში შექმნა. ინტერნეტ სივრცეში ხშირად გვხვდება ამ ნამუშევრის შესახებ სტატიები. ამ სტატიათა უმეტესობაში ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მნახველის წინაშე ასაკოვანი ქალბატონი და გოგონაა გამოსახული. თუმცა მაურიც ჰეისის მუზეუმის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუბენსმა სასურათე სიბრტყეზე ბიჭუნა გამოსახა. ხელოვნებათმცოდნეები ხშირად აღნიშნავენ, რომ რუბენსის ამ ნამუშევარში აშკარად იგრძნობა კარავაჯოს გავლენამ. მისი ნამუშევრები რუბენსმა 1600-იანი წლების დასაწყისში იტალიაში ყოფნის პერიოდში იხილა. როგორც ხედავთ, კომპოზიციის ცენტრში მოხუცი ქალბატონია გამოსახული. ქალბატონს მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი უჭირავს. მის მარჯვენა მხართან მხატვარმა ბიჭუნა გამოსახა, რომელიც ინტერესით შესცქერის მოხუც ქალბატონს. ბიჭუნა ცდილობს ქალბატონის ხელში არსებული სანთლის მეშვეობით თავისი სანთელი აანთოს. ქალბატონის მარცხენა ხელის მტევნის ამგვარი გამოსახვა გვაფიქრებინებს, რომ ის ცდილობს ბიჭუნას სანთლის ანთებაში დაეხმაროს. ნათლად იკითხება ქალბატონის მარცხენა ხელზე გადაკიდებული დაწნული კალათის გამოსახულებაც. ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც ნიდერლანდულ ხელოვნებას შეისწავლიან, აღნიშნავენ, რომ ეს ნამუშევარი ნიდერლანდებში კარავაჯიზმის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნიმუშად უნდა მოვიაზროთ. სინათლისა და ჩრდილის მკვეთრი დაპირისპირებით, შეულამაზებელი რეალიზმის ჩვენებით, რუბენსის ეს ნამუშევარი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ნამუშევარი ამჟამად ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიც ჰეისის მუზეუმშია დაცული.